ბატონი ილია ინჯია შემოგვიერთდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საგამოძიებო კომისიის წევრი საგამოშვიდობისა რომ მოხდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით დავიწყოთ. დღეს ცხელი დღე იყო პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში. მოусმინეთ თქვენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღეს აი ძალიან ძნელია ჯერ ბევრი გაქვს სამუშაო, ხო? მაგრამ ამ ეტაპზე აი რისი, თქვათ, წარმოდგენა შეგექნათ თქვენ როგორც ერთ წევრს რა მოხდა 2008-ში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ეს დღევანდელი დღეც არის იმ პროცესის კიდევ უფრო გარკვევისთვის, რომ ჩვენ თავზე და ჩვენ რეალობაში გავიარეთ ეს და ვნახეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც არ უნახავს ეს, არ გაუვლია თავის თავზე და არ უგზნია ეს უბედურება, ისინი ამ ყველაფერს ხედავენ ალბათ და ძალიან პირველ რიგში ძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ნანახი გვაქვს და გავლილი გვაქვს. იმ ხალხისთვისაც ძალიან ძიმე მოსაყოლია მათი ეს უბედური წუთების გავლა. ფიქრობ, რომ ბევრი რამე გახდა ნათელი, ბევრი ახალი რაღაცა გამოჩნდა, მაგრამ ბევრი ისეთი რამეა, რაც ვიცოდით უბრალოდ ეხა კიდევ ერთხელ წმუნდებით იმ მართლობის, იმ რეალობის წინაშე, რა რეალობის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, რა საფრთხის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა. დღეს რაღაცა ნაწილში დაიხურა ხო სხდომა მოიხლა ბატონმა ვაშაძემ მე ბუნებრივად ვერ მეტყვით რაზე ელაპარაკა მაგრამ იყო მნიშვნელოვანი ის ინფორმაცია რაც კომისიის წევრებს მოგაწოდათ მნიშვნელოვანი იყო რაღაც ეტაპზე შეიძლება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ზოგისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ ეს მან ესე ჩათვალა და ეს მოთხოვნაც მისგან წამოვიდა რომ დახურულიყო ეს ხდომა და გაეზიარებინა რაღაც კონკრეტული აი ამ ხდომას როდესაც უყურებდი და ვთქვათ უსმენდით იგივე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მაშინ მოადგილე იყო იმ ომის დროს ბატონი ვაშაძე ხო დაახლოებით შეიძლება ესეთი გაცდა გაუჩნდა მაყურებელს რომ აი თავისი მოქალაქეების სახელმწიფომ მიატოვა საომარ ვითარებაში თქვენ როგორც კომისიის წევრს ასეთი განცდა გაქვთ ანუ აქეთკენ მიდის ყველაფერი რომ ომი დაიწყო და საკუთარი მოსახლეობა, საკუთარმა ხელისუფლებამ დატოვა საომარ სიტუაციაში, ასეა? დღეს ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ბევრი მხრიდან დაუსვით ეს კითხვა და იყო კითხვები. ხო. და მისგანაც ეს რეალობა დადასტურდა ფაქტიურად, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მან აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობა არის გამოსაყვანი, გასაფრთხილებელი და ეს კომისიის ხდომაზეც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენჯერმე გაიმეორა უფრო სწორად, რომ მან ეს საკითხი რომ დააყენა, მას უპასუხეს, რომ ჩვენ ამას მივხედავთ. ბატონელია, ასევე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე აი ამ საგამოძიებო კომისიაზე დღეს ხო არ დაწყებოდა, დღეს შექმნილია და მუშაობს, მაგრამ სანამ შეიქმნებოდა და როდესაც აი ამის გამოძიებაზე იყო საუბარი, ეს ნიშნავს, ამბობდნენ ისინი და დღესაც ამბობენ, რომ აი საკუთარ სამშობლოს ყიდიან ამით, რომ პირდაპირ რუსეთთან არის ეს ხელისუფლება შექმნილი, რუსეთთან არის საგამოძიებო კომისია შექმნილი, ხო ეს ბრალდებები არის თქვენ სინა და თქვენ რას უპასუხებდით? აბსურდია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პერიოდში ყველა ის საქმე, რომელიც სტრასბურგში იყო, იქნა საქართველოს სკენ დადებითად გადაწყვეტილი. საქართველოსთვის დადებითად გადაწყვეტილი. ყველა ის ფაქტი დაიდო და ხაზი გაესვა ყველა საქმეში, რომ საქართველოს არანაირი როლი არ მიუძღვის ამ ომის დაწყებაში, ხო? ანუ ეხლა რისი დადგენა უნდა კომისიას? გამოირიცხა რომ ჯართან არავით არის თქვა პრობლემა არა აქვს ხელისუფლებას როგორც ვისმენთ, ხო? ანუ რისი დადგენა უნდა საგამოძიებო კომისიას არის? საგამოძიებო კომისიის მისია არის ის რომ სახელი დავარქვათ ამ მმართველობას და შეფასება დავდოთ. როგორ მიმდინარეობდა იმ პერიოდში ქვეყნის მართვა? ვის რა როლი ქონდა? ვინ რა დანაშაული ჩაიდინა? მე მაქვს საუბარი თანამდებობის პირებზე და იმ მმართველობაზე და ჩვენი კომისია ამ დასკვნას აუცილებლად დადებს. ეს
შეხვედრები და ეს გამოკითხვა ამ ადამიანების ზუსტად არის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავწუნდეთ იმაში, რომ რასაც ვამბობთ ამდენი წელია, რაც გავლილი გვაქვს, ეს კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ და ეს დასკვნა დავდოთ სწორად, რომ ამ მმართველობამ ამ რეალობამდე მიიყვანა ქვეყანა. გასაგებია, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დაბარებულები იყვნენ აი ამ კომისიაზე არ მოვიდა, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბატონი ვთქვათ, ხაზარაძის შემთხვევაში საქმე გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, ასევე მოვისმინეთ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, მერე მოვისმინეთ ხაზარაძის განცხადება, რომ ის თანახმა არის, რომ მაგის მოსამართლეს მისცეს ხო ეს ჩვენება. საერთო ჯამში, ანუ ის ვთქვათ, ის ჩვენება მაინც წამოვა ხო კომისიასთან კავშირში ექნება ხო ამ ჩვენებას, ალბათ პროცედურულად ესე იქნება ხო? პირველ რიგში, როდესაც კომისია იბარებს კონკრეტულ ადამიანს, ის ვალდებულია რომ მოვიდეს კომისიაზე და გასცეს პასუხები ყველა იმ კითხვას. თუ ეს ისე არ ხდება, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ფაქტის შესახებ ვაბცნობებთ პროკურატურას და პროკურატურა კანონში გათვალისწინებული ნორმების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. და აი ახლა გადაცემის დასაწყისში მაგალითად ანადოლიძე ყავდა ეთერში, რომელიც თქვა წინა ხელისუფლების დროს თქვა აკრიტიკებდა მაშინელ ხელისუფლებას და ახლა ისე მოხდა, რომ ადამიანი რომელიც თქვა სხვების უფლებებს იცავდა, ახლა ეს ადამიანი აღმოჩნდა იქ, სადაც თქვა მას ამობს ადამიანი, რომ აი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გამაკოტრეს და აკავებინეს კეზერაშვილთან ერთად, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმაოდ დრო გავიდა ხო აი ამ თუნდაც ბიზნესების წართმევის ასე დღეს როგორ შეიძლება რომ სამართლებრივად შედეგი დადგეს ხო თქვენ გულისხმობთ სამართლებრივად შედეგს შემდეგ აი გასაგებია რომ თქვენ პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს პარლამენტმა და ეს საგამოძიებო უწყების პრეროგატივა არის მაგრამ აი მაინც იმას ვკითხულობ სამართლებრივად ადამიანს მაინც აინტერესებს პირველ რიგში რომ სამართლებრივად მოხდეს ხო როგორ ფიქრობთ საერთო ჯამში მოხდება სამართლებრივი აღდგენა ადამიან არ ვიცი რა ქვია მაგრამ 12 წლის შემდეგ როგორ უნდა მოხდეს რომ სამართლიანობა მიზეიმოს ამ ადამიანებისთვის გეთანხმებით და ეს მათი მოლოდინიც აბსოლუტურად ადამიანურია ემოციურია რა თქმა უნდა ეს პროცესები ეს საქმეები ყველა მიმდინარეობს სასამართლოში უმეტესობა ყველას აქვს რაღაცა თავისი პროცედურა გასავლელი გეთანხმებით იმაში რომ ძალიან დიდი დრო არის გასული თუმცა კომისიის რეალობიდან გამომდინარე კომისია დადებს დასკვნას. და კომისიის დასკვნა ეხება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს. იმ დანაშაულებების ხაზის გასმას და კიდევ უფრო გამოტანას საქვეყნოდ რა რეალობის წინაშე იდგა ქვეყანა, რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა. აი ეს არის რაც შემიძლია ეხა ამის გარშემო გითხრათ. საერთო ჯამში ახლა დაიწყეთ თქვა მოვისმინეთ ბიზნესთან დაკავშირებით, ახლა ობთან დაკავშირებით, ანუ გადანაცვლებები იქნება ხოლმე კომისიის მუშაობის დროს, ანუ ერთ დღეს შეიძლება იყოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მეორე დღეს მეორე სხდომაზე ბიზნეს, ანუ არეულად იქნება ასე? ჩვენ ამ კვირაში ალბათ ხვალაც და ზეგაც ომის ეპიზოდზე გვექნება საუბარი და ნახოთ მომავალ კვირას როგორ დაიგეგმება ქალბატონი როგორც დაგეგმავს ამ მომავალ კვირას იმის მიხედვით გავაგრძელებთ სხვადასხვა თემებით რა თქმა უნდა ეხა წინა 2 დღე იყო თქვენ როგორც ნახეთ ქონებებთან დაკავშირებით და ანუ შეიძლება რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომელიც ციხეში არის მისი დაკითხვაც მოგიწიოთ გამორიცხული არაფერი არ არის რა თქმა უნდა მისი მონაწილეობაც უპირველესი არის სხვათა შორის აი გიგა ბოკელიას განცხადება იყო დღეს რომ აი წლების განმავლობაში აცხადებდნენ რომ სააკაშვილი ბოკელიას რეჟიმიო და ხაზარაძეს რატომ მიადგნენ აქ არა ვარო მაგრამ არ აპირებს ისედაც ხო ის ჩვენების მეცემას არის ბოკელია ამ საქმეებში ნახოთ ამას დრო გვიჩვენებს ძალიან ბევრი ადამიანი ამ პროცესის დროს ვლინდება და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას რამდენად საინტერესო ანუ ყველასთან მიხვალთ დასაკითხია ვინც დადგება და ვისგანაც შეიძლება მაქსიმალურად ინფორმაცია მივიღოთ ის რაც საზოგადოებას აინტერესებს ამ მოვლენებს ეხება აუცილებლად ყველას დასაკითხია მადლობა ილია ინჯიას საგამოძიებო კომისიის წევრს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს